გამარჯობათ. ინდოეთის ოკეანეში არსებობს კუნძული სენტინელი. ფართობი დაახლოებით 60 კვადრატული კილომეტრია. მოსახლეობა დაახლოებით 100 თუ 200 ადამიანი. ულამაზესი ადგილია, მაგრამ ინდოეთის მთავრობამ აკრძალა კუნძულთან მიახლოება ტურისტების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კუნძულის მაცხოვრებლები ყველა ტურისტს, ყველა სტუმარს ისრებით უმასპინძლდებიან. თუ დაუკვირდებით, ჩვენს ცხოვრებაშიც ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ვერ გააგებინებ, ვერ დააჯერებ, რომ 2x2 არის 4, თავისი შეჩეული ჭირი, დანევროზებული, გაბოროტებული ცხოვრება ურჩევნიათ, უცოდველ, ტკბილ, სიყვარულით სავსე ცხოვრებას. სენტინელობის ვირუსი არ უშვებს ხოლმე ადამიანებს, რომ წაიკითხონ სახარება, რომ თავისი გონება ღმერთს დაუმორჩილონ. ხელს ვერ კიდებენ ხოლმე წმიდათა ცხოვრებებს, ლექსები, პოემები, შეშლილი ფილოსოფოსები ურჩევნიათ. ღადარინელებივით ეუბნევიან ხოლმე უფალს, წადი ჩვენგან, გაგშორდიო. სახარებით ცხოვრება უხელს ადამიანს სულიერ თვალს, ვინც ამას გააკეთებს, ის დაინახავს, როგორია სენტინელობა სინამდვილეში, ჩვენს ყოველდღიურობაში. ამოჩემებული აქვთ ხოლმე ასეთ ადამიანებს რაღაცა თავისი კუნძული, თავისი რაღაც საქმე, ან თავისი რაღაცა იდეოლოგია და არავის იქ არ უშვებენ, ღმერთსაც კი. სწორია მათი ცხოვრება თუ არასწორი, შეესაბამება რეალობას თუ არ შეესაბამება, სასუფევლით მთავრდება თუ ჯოჯოხეთით მთავრდება, ეს არ აინტერესებთ ხოლმე. ჯობია არ მივახლოვდე. ჩვენ თავს როგორღაც უნდა გავაგებინოთ, რომ ღმერთი კარგია და ეშმაკი ცუდი, რომ არ შეიძლება ეშმაკის რეცეპტით დაწერილი ცოდვილი ცხოვრება კარგად დამთავრდეს. ჩვენს თავს უნდა დავაძალოთ ხოლმე სახარების წაკითხვა, სახარების შესწავლა და იმისი კეთება, რაც იქ წერია. თუ ამას არ გავაკეთებთ, მილიონერებით სავსე საკრუიზო ლაინერები შორს ჩაგვივლიან, დამწუხრებულები შემოგხედავენ, როგორც ზოოპარკის ტყვეებს, საწყლებიო ჩაილაპარაკებენ და არავის არ გავახსენდებით, არც ჩვენ და არც ჩვენი კუნძული. მერთო გაგახაროთ.